გამოცემა ჰილმა გამოქვეყნებულ სტატიაში ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ციტატა ჩაასწორა. თავდაპირველ ტექსტში ზურაბიშვილის გზავნილი იყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველოს სათამაშო მოედნად გამოიყენოს. ჩასწორებული ტექსტის მიხედვით კი ზურაბიშვილის გზავნილია, რომ შტატებმა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის სათამაშო მოედანი. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველოს აქვს მისი ეროვნული ინტერესი და ეს ეროვნული ინტერესი არის ის, რომ როგორმე თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. სალომე ზურაბიშვილს უნდა კითხოთ, რაც გულისხმობდა, რა იყო კონტექსტი, რა იყო კითხვა, პასუხი და აქედან გამომდინარე, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ძალიან დაწვრილებით გითხარით. ზურაბიშვილმა რაც უნდა ჩაასწოროს და ჩამოასწოროს განცხადებები, ის მაინც დარჩება ისტორიაში, როგორც ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი საქართველოსი. მისი სტილია, რომ საქართველოს უღალატოს. ამას არც მალავს. პირდაპირ განცხადებებში ამბობდა და ამბობს, რომ მისი პატრონები არიან უცხოეთში. მას ლეგიტიმაცია აქვს უცხოეთიდან. მას ქართველი ხალხი არ უყვარს, ეს არაერთხელ დაადასტურა იმით, რომ გამოყარა თავისი ადმინისტრაციიდან ხალხი იქ ვინც იყო მისული შეკითხვებით, ასევე დაადასტურა არაერთ განცხადებაში, რომ საქართველო არ ემსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ასევე დაადასტურა ის, რომ არა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, არამედ საქართველომ დაიწყო ომიო 2008-იო და ამავდროულად განსაკუთრებით ბოლო წლების და ბოლო თვეების განმავლობაში ის განსაკუთრებულ ზიზღს იჩენს ქართული იდენტობის მიმართ. სტატია როცა გამოქვეყნდა, მაშინ შეეძლო ქალბატონ სალომეს ენახა და თქვა, რომ ცრამი ასეთ რამე არ მithkomს და ჩაასწორეთ, რატო დაჭირდა მას ამდენი დრო, ან მას, ან რედაქციას ესეც გასაგები ელოდებოდნენ. საზოგადოების რეაქციას მიიღეს მათგან განსხვავებული რეაქცია, როგორც ჩანს, ალბათ რამოდენიმე ოპოზიციონერს თუ მოეწონებოდა სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება, დანარჩენი თქვენ ნახეთ, რომ საზოგადოებამ ძალიან მკაცრი რეაქცია მიცა ამ ყველაფერს და ფაქტობრივად შეიძლება პირდაპირ ითქვას ქვეყნის ხალხის ულფასი განცხადება იყო, ამიტომაც მოხდა მისი ჩასწორება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ მანამდეც მოგვისმენია გაცილებით ძიმე განცხადებები და დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების მერეც კიდევ ექნება საშუალება მაქსიმალურად დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ამ შანსს როგორც ჩანს ის არაერთხელ კიდევ გამოიყენებს.